ჩატარდეს ახალი არჩევნები, გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრები და გაუქმდეს რუსული კანონი, რომელიც ებრძვის სამოქალაქო სექტორს, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში. ეს ცალსახა არის. მსგავსი დეკლარაცია კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ისტორიის მანძილზე არ არსებობს, საქართველოს ისტორიის მანძილზე, სადაც მოთხოვნა არის წაყენებული ახალი არჩევნების ჩატარების. ანუ ეს არის ის მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს ეუთოს-თან მიმართებაში. ხო, თქვენ ახსენეთ პაპუაშვილის განმარტება, რომელიც ამბობს, რომ არ დაგვიჭერია მხარი, დეზინფორმაცია ვრცელდება. როგორ ფიქრობ, აი თქვენ აღწევ იმ საპასუხო წერილში, რომ და განცხადებაში, რომელიც გავრცელდა გიორგი, იქ ნათქვამია, რომ ოცნების საქმიანობა და სახელმწიფო ინტერესი არ არის თავსებადი ერთმანეთთან. მაშინ, როდესაც ვხედავთ, რა სამტკიცებს მისი განმარტებით და სხვა დეპუტატების გამოხმაურებითაც პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი, ხომ? აი რა არის თქვენი, ასე ვთქვათ, ამ კონტექსტში თქვენი არგუმენტები კონკრეტულად, რით შეიძლება ვთქვათ ამ პოზიციის კიდევ უფრო მეტად გამყარება? დიახ, გისმენთ. აი, სიტუაცია შევხედოთ ძალიან მარტივად, ეუთო იღებს დეკლარაციას, სადაც მოთხოვნაა გაგზავნილი სირიასთან, რომ მან გაიწვიოს უკან აფხაზეთის სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი. გამოდის ქართული ოცნება და ამბობს, რომ მათ ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, რაც პირდაპირ გვეუბნება, რომ მათი ქართული ოცნების ინტერესი არ ემთხვევა საქართველოს ინტერესს. ქართული ოცნების ინტერესი არის გადაჯაჭვული ივანიშვილთან და ივანიშვილი არის გადაჯაჭვული პუტინის რუსეთთან. რუსეთია ქვეყანა, რომელიც აღიარებს სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ან ოკუპირებული აქვს და ამ ოკუპაციას აფორმებს როგორც აღიარებას და ქართული ოცნება დეკლარაციას, რომელშიც მოთხოვნილია, რომ სირიამ უკან გაიხმოს აღიარების საკითხი რუსეთის გვერდით, ხო? ამაზე ამბობს, რომ ამ დეკლარაციისთვის ჩვენ მხარი არ დაგვიჭერია. ანუ ეს არის მათი პოზიცია. ამიტომ ვერ თანხმდება ქართული ოცნება და სახელმწიფო ინტერესები, ეროვნული ინტერესები, საქართველოს ეროვნული ინტერესები თანხმედრაში სწორედ ამიტომ ვერ მოდის. ვერ მოდის, იმიტომ რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი 78 მუხლი, რომელიც ევროკავშირის ინტეგრაციას გულისხმობს, მის საბოტაჟს მიჰყვა 26 ოქტომბრის მერე და საბოტაჟს უცხადებს დასავლურ სტრუქტურებს, დასავლურ ორგანიზაციებს. აქაც არ არის ქართული ოცნება და ივანიშვილის ხელისუფლება თანხმედრაში ეროვნულ ინტერესებთან. ერთადერთი ინტერესი, რა ინტერესსაც ქართული ოცნება ატარებს, ეს არის პუტინის ინტერესი რეგიონში და საქართველოში. ისინი წარმოადგენენ რაღაც ერთგვარ მედიუმს, პუტინის მედიუმები არიან საქართველოში, რომლებიც ძალადობრივად ცდილობენ რეჟიმის შენარჩუნებას ქვეყანაში, რომელსაც ვხედავთ, რომ ასევე არ გამოსდის იმ პროტესტის ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება უკვე 200 რაღაცა მერამდენე დღე არის, ხო? ანუ ჩვენ პროტესტი გრძელდება, პოლიტიკური პარტიების განცხადება იყოს, რომ აპარტია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ცალსახად თქვას, რომ არ იღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, არ მიყვება კრიმინალურ არჩევნებში ქართულ ოცნებას, ანუ ეს სწორედ აი ამ პარტიებმა გააკეთეს განცხადებას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზეც. ანუ ერთობა ამ ნაწილშიც არის ერთი მნიშვნელოვანი და ეს განხორციელდა სწორედ ამ ფორმითაც და ამ ფორმით გამოიხატა. ამიტომ ეს ერთიანობა გრძელდება იქამდე და არათანამშრომლობა გრძელდება იქამდე, სანამ ქართული ოცნების რეჟიმი არ შესუსტდება, როგორც შიდა პროტესტით, ასე გარე ზეწოლით. გარე ზეწოლის მაგალითი ვნახეთ ჩვენ ეუთოს განცხადება და ასევე თქვენ დასაწყისში ამბობდით ბრიტანეთის სანქციებზე, რომელიც განსაკუთრებულად გააქტიურებული არის ბოლო პერიოდში. კი ბატონო, გიორგი, ერთი კითხვა მაქვს ასევე თქვენთან. ჩვენი მაყურებელი იცნობს გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრის ევროპის საკითხებში სტივენ დაუთის განმარტებას. მას ჰქონდა ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი, რომ საქართველოში მიმდინარე ვითარების შეფასებისას ნებისმიერი შეფასება აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული პირების გავლენას საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ჩვენ ვიცით ოცნების რეაგირება ბრიტანეთიდან სანქციების შესაძლო საკითხებთან დაკავშირებით ეს პროცესი გვინახავს, მაგრამ ხო მისი ქონების, თქვათ, განთავსების გათვალისწინებით საკმაოდ მგრძნობიარეა ივანიშვილი და ქართული ოცნება ბრიტანული სანქციების მიმართ, როგორც ცნობილია. აი კონკრეტულად ეს აქცენტი რა ტიპის დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, როგორია თქვენი შეფასება, ეს შესაძლოა თუ არა იყოს გარკვეულწილად აღქმული მომავალში სურათის სწორად შესაფასებლად, ხო, რომ თუ გინდა მაგალითად მოახდინო გავლენა პროცესზე
თემაშინ სწორად უნდა განსაზღვრო ვინ არის სამიზნე და ვინ არის რეალური გადაწყვეტილების მიმღები. აი როგორ გაიგეთ ეს განმარტება? ზუსტად სწორედ აღნიშნეთ თქვენს, ბრიტანეთის სამიზნე არის ცხადია ივანიშვილი და არის ის ბიზნესები, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს უწყობს ხელს რეჟიმის კონსოლიდაციისთვის. ეს ბიზნესები, რომლებიც ძირითადად ფლობენ დიდ ქონებას და დარეგისტრებული აქვთ ბრიტანეთში, არის ბერკეტი ბრიტანეთისთვის დაასანქციროს ისინი. ჩვენ ამდენი ხანია, როდესაც საუბრობთ ბრიტანეთის აქტივებს, სწორედ ამას გულისხმობთ. ქართული ოცნების დიდი ბიზნესები, მხარდამჭერი ბიზნესები ფლობენ ქონებას ბრიტანეთში. ამიტომ ისინი მოწყვლადები არიან. ბრიტანეთის გააქტიურება ამ მიმართულებით განსაკუთრებით აშინებს ქართულ ოცნებას, აშინებს როგორც მეგობარი აქტი, აშინებს ასევე ბრიტანეთის სანქციები. ამიტომ ამ ორი მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები არის გაწეული. ბრიტანეთმა ზუსტად იცის, რომელი ბიზნესები ეხმარებიან რუსებს სანქციების თავიდან არიდებაში, იდენტიფიცირებული აქვს ყველა ბიზნესი, ასევე იცის ივანიშვილის გავლენები რეგიონში, ასევე იცის ივანიშვილის გავლენები იმ ბიზნესებზე, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმს ეხმარებიან. ამიტომ ის გაფრთხილების ეტაპი რაც ცოტა ხანში დაიწყება შეხვედრა ბიზნესმენებთან, ეს არის შემდეგი შეხვედრა. სწორედ მაგიტო ხდება ბიზნესებს, რომ ეშინიათ დიახ, ხო, რომელსაც ეკონომიკური ჯგუფის მინისტრებიც დაესწრებიან ბიზნესებს, რომ ეშინიათ. ხო, ეშინიათ და მაგიტომ არის. ქართული ოცნება მიხვდა, ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ სანქციები უკვე რეალური გახდა იმ ბიზნესებზე, ვინც მის რეჟიმს აძლიერებს. ამიტომ პრევენციულად ისინი ცდილობენ ესაუბრონ ბიზნესს და დაამშვიდონ, როგორც ამას აკეთებდნენ 28 ნოემბრის შემდეგ და მათ ამშვიდებდნენ, რომ 20 იანვარს მას შემდეგ რა ტრამპის ინაუგურაცია იქნებოდა, ქართული ოცნება დაალაგებდა ტრამპის ადმინისტრაციასთან, რაც არ გამოვიდა და ვერ დაალაგდა. ბიზნესი სტაგნაციის პერიოდი აქვს ბიზნესს, ძალიან უჭირთ მათ. ამიტომ საგარეო ინვესტიციები, რომელიც ქვეყანაში უნდა შემოვიდეს, ვერ შემოდის. საქართველოს არ არის თვითმყოფადი, როგორც აზერბაიჯანი, რომ კონსოლიდირდეს დიქტატურად ან ავტორიტარიზმად, რომელსაც ნავთობი აქვს. ჩვენ საქართველოს ივანიშვილს სჭირდება გარე დახმარება, გარე ფინანსები, რომელიც ამ კონსოლიდაციას მოახდენს ძალაუფლების, რომელიც არ არის რეალურად. ერთი საკითხი კიდე სხვათა შორის იქამდეც მოგვისმენია და კიდევ ერთხელ ნახეთ ჩვენ განმარტება, რომ არ გამოთქვამს ბრიტანული მხარე, ვარაუდებს მომავალი სანქციების შესახებ, რადგან ამან შესაძლოა შეამციროს მათი ეფექტურობა. გიორგი, ამაზე რა სიტყვით, იმიტომ რომ აი მაგალითად ამ პროცესის არაერთი სკეპტიკოსი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობს, რომ რისი გატანაც მოახერხა შეძლო ივანიშვილმა, ზოგი გადმოიტანა, მოკლედ რაღაცნაირად შეძლო, რომ გადაფარებოდა მის ქონებას, მაგრამ ამის მიუხედავად ამას ესე სწრაფად ვერ მოახერხებს მისი გარემოცვა. თქვენ ბიზნესი ახსენეთ, ხო და ხშირად გისაუბრიათ, რომ რაღაც გარკვეულ პირებზე დგას სისტემა, ანუ მხოლოდ ივანიშვილი არ არის მოქმედი პირი ამ პროცესში. აი ამ ეფექტურობას შემცირების საკითხიც ასევე რამდენად მნიშვნელოვანია და ის განმარტება, რაც კეთდება შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, უკვე ბრიტანული აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლის მხრიდან, ხო, ეს არ არის თქვა დეპუტატი, არამედ ის არის ის პირი, რომელიც აღმასრულებელ რგოლს წარმოადგენს. დიახ. ნახეთ, შევხედოთ სიტუაციას, ასე სანქციები ორ ნაწილად იყოფა, საერთაშორისო სანქციები, ერთი, რომელიც ღიად ცხადდება, რომელიც ვიცით ჩვენ ბალტიის ქვეყნებიდან, ღიად არის ჩამოწერილი იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც უშუალოდ სისტემაში არიან ჩართულები, ან მოძალადეების მხარეთ, ან ბიზნესები, რომლებიც ამ მოძალადობას აფინანსებენ და არის უფრო მძლავრი სანქციების პაკეტი, რომელიც ბრიტანეთის შემთხვევაში არის ხოლმე ერთი მხრივ გასაიდუმლოებული, ის ასე საჯაროდ არ ჩანს, მაგრამ სიგნალები, ინფორმაცია ამ ბიზნესებს აუცილებლად მისდით. მათ ბიზნესებმა, ვინც ამ სანქციებში შეიძლება მოყვეს, მათთან კომუნიკაცია არსებობს, მათთან გაფრთხილების წერილებიც კი მისული არის, რომ თუ ივანიშვილის ხელისუფლებას არ შეწყვეტენ თუ არ შეწყვეტენ დახმარებას ძალად ივანიშვილის რეჟიმისთვის, ისინი დასანქცირდებიან ის ბიზნესები, ვინც რუსეთს ეხმარება.
ესენი ეს მსგავსი ინფორმაციები ამ ბიზნესებთან მოძრაობს ყოველთვის, ზოგჯერ სიტყვიერად, ზოგჯერ წერილობითად. ამიტომ ბრიტანეთი ყოველთვის ინარჩუნებს თავისი მძლავრი სანქციები იმ დროს გამოიყენოს, როცა ეს არის ყველაზე მომგებიანი სისტემის დასასრულებლად. ეს ასეც იქნება. ჩვენ ნახეთ ასევე გერმანიის სანქციები, რომლებიც ვიზები გაუუქმეს ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომლის სიაც არ გახდა საჯარო, ესეც არის პოლიტიკა, იმიტომ რომ ნებისმიერ ქართული ოცნების წარმომადგენელს, ნებისმიერ ბიზნესის წარმომადგენელს, რომელიც ეხმარება ბიძინა იმანიშვილს, უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ ხვალ ის იქნება დასანქცირებული. ეს არის მთელი ამოცანა აი ამ მსგავსი სანქციების, რომლებიც ღიად არ ამბობენ, ვინ არის დასანქცირებული.